ახლა როცა ამ სტრიქონს წერ შუაღამე იწვის დნება. მოკლედ გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მელი საათია მგონი უკვე 12-ს გადასცდა და ვიწყებ მორიგი განხილვა თამაშის ჩაწერას. იდეაში ეს ამას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც რახან ასე ვთქვათ, ყველა პირველი ლიგა განვიხილებ მგონი გასული 3 ტურის, მინდა რომ ესეც განვიხილო და ერთგვარად შევაფასო, ნახო როგორი ტენდენცია ზოგადად ამ მიმართულებით დაბალ ლიგებში. ვინც პირველად მიყურებთ რა ასეთი იდეა წამოვიწყებ, რომ გასართობად, რომ რაღაც რასადროის ტურნირებს, რომელსაც არ თამაშობ, იმათ თამაშობ შემდგომ ასე ვთქვათ მარტო ონლაინ და ამ შემდეგ გამომიდევებს თვირთავ. რა წინა კვირას სტუმრად ყავდა ძალიან კარგი ადამიანი ლუკა ლომსაძე, იმასთან ერთად ვითამაშეთ პირველი ლიგა, მაგრამ ამ კვირაში ვეღარ დავგეგმე სტუმრის მოწვევა და მარტო ვითამაშებ რა. შემდეგ გეგმა რაც არის, უფრო დიდი ტურნირები, მინდა რომ რამდენიმე ადამიანი მოვიწიო და აი გუნდური მსჯელობა როგორ ხდება, ეგ ჩავიწერო, რომ მგონი ეგ უფრო საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და გაცლებით აზარტული და უფრო საინტერესო აზრები გაიჟღერებს რა. მანამდე კი ვითამაშოთ პირველი ლიგა. პირველი ლიგის ავტორი და რედაქტორია ვალერი მინდელი. 24 შეკითხვის ტესტერებია, არც აქ არის ნახსენები, შეიძლება გამორჩეთ, შეიძლება არ ყავდათ. და მე ჩემ მხრივ მადლობას გადავხდი ასევე არჩეულებრივ ადამიანს სურა კუპატაძეს, ვინც პასუხები გადამითეთრა და დამეხმარა, რომ ეს შემდგარიყო ეს ჩაწერა რა. მოდი ბევრის შესავალი რო აღარ გავაგრძელოთ, დავიწყოთ რა. ვინც მართლა პირველად მიყურებს არის სიტყვით ახსნი, რომ წავიკითხავ კითხვას და იმას რთავ და შემდეგ ვცდილობ რომ ეს კითხვა გამოვიცნო და შემდეგ ერთი-ორი სიტყვით კომენტარი გავაკეთო, რამდენად მომეწონა, არ მომეწონა. მოკლედ, ყურადღება შეკითხვა ნომერი 1. დაახლოებით 2 თვის წინ ერთი პოსტი ეძღვნებოდა ეროვნულ ნაკრებში 16 წლის საბა ხარებაშვილის დებიუტს და 39 წლის გიორგი ლორიას დამშვიდობებას. სტატიის სათაური იყო ალფა ომეგა ნაკრებში. ომეგა ალფა 1959 წლის ქართული ფილმია. დაასახელეთ ეს ფილმი. ოკეი. მოდი 2 თვის წინ რა თვე იყო, მაგას სექტემბერი, დღეს არის ნოემბერი, ოქტომბერი, სექტემბერი, რომ მე სექტემბერზე თან ახლა არ არის დაკავშირებული, მაგას ვფიქრობ, მაგრამ არ მგონია რა. მოდიშით ალფა და ომეგა რახან არის ნახსენები სავარაუდოდ რაღაც პირველი და რაღაც ბოლო რა. ზოგადად როდეში ალფა და ომეგა მაგის მეტაფორაა, რომ ალფა არის პირველი და რაღაცა ბოლო ან უკანასკნელი. ოკეი. რაღაც უკანასკნელი და რაღაც პირველი 1999 წლის ფილმის სათაური. ოკეი, მგონი მივხვდი. დღე უკანასკნელი, დღე პირველი. დღე პირველი არის ალფა, დღე ომეგა არის დღე უკანასკნელი უბრალოდ. საბას ალბათ დღე პირველი იყო და გიორგი ლორიას დღე უკანასკნელი. მოდი გავაჩერებ და დავფიქსირებ ამ პასუხს. დღე უკანასკნელი, დღე პირველი, ეს არის ფილმი. ასეთი ფილმი პოსტალიანზე კი ბატონო, დღე უკანასკნელი, დღე პირველი. კომენტარი ხა პირველ თამაშს ატარებდა ნაკრებში, ლორია უკანასკნელი, შესაბამისისთვის იყო დღე უკანასკნელი, დღე პირველი. სიკო დოლიძის 2019 წლის ფილმია. უკანასკნელი ასოებს, ხო. ეგ ალბათ მეტნაკლებად გამოცდილმა მოთამაშეებმა იციან, რომ ალფა და ომეგა პირველის და ბოლოს მეტაფორაა, თან პირველი კითხვა რო რაღაც პირველზე უნდა ყოფილიყო, ამაზე ადრეს მაქვს ხაზი გასმული, მაგრამ აქ რამდენიმე დეტალია, რაც არ მომწონს ამ კითხვაში რა. მაგალითად 2 თვის წინ რას გაძლევს, რომ სექტემბერი მერე რა. არც არაფერი რა, მაგს ეგ გაბნევს და ზოგადად ესეთი მძიმე კითხვით ტურის დაწყებას მე არ ვემხრობი რა. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ჩემთვის სუბიექტურად ერთ-ერთი მთავარი კითხვის სიკარგის არის, რამდენად მარტივად აღთქმავდი იგი მოთამაშისთვის რა. და ალფა ომეგა და მერე ომეგა ალფა უკვე ის არის რა. თავიდანვე გამზადებს, რომ მოკლედ არ გაწყობს კარგად შემდეგი კითხვებისთვის რა, თითქოს რა, იმიტომ რომ რთულად გასაზრებელია ეს ჩემი აზრით, ამიტომ და შემოკლება შეიძლებოდა და უფრო გამარტივება ამ ისტორია, ფაქტი საინტერესოა.
კარგი, გავაგრძელოთ. ეს პირველი კითხვა, ოკეი. დასარიგებელი მასალა. ტრავმებსა და წვეულებებში გადახდილი მილიონი. ყურადღება მეორე შეკითხვა. თქვენ დაგირიგდათ სათაურის სტატიისა, რომელიც ეძღვნებოდა ბარსელონადან პარის სენ-ჟერმენში გადასულ ფეხბურთელს. არ გეკითხებით ამ ფეხბურთელის ვინაობას, უბრალოდ აღადგინეთ შეცვლილი სიმბოლოები. ოკეი, ტრავმებსა და წვეულებებში გადახდილი 100 მილიონი რაღაცა ხო ეგეთი ხო არ არის. მეორე შეკითხვა როა ეს რატოა? ის არის ხაზი აქვს გასმული რა. მეორესთან არის დაკავშირებული რატომღაც. დაგირიგდათ პარის სენ-ჟერმენში გადასულ. სავარაუდოდ ნეიმარია და ზვერად რო გაიყიდა მაგასთან არის დაკავშირებული. რაღაცნაირად სამი სიმბოლო რა ხან არის მგონია რომ ის არის ან ვალუტის სიმბოლოებია მოკლედ რა დოლარი ევრო და ფუტი სტერლინგი და რაღაცნაირად გამოხატავს ანუ ევროები ხო არ არის უბრალოდ და ნულიანების ნაცვლად აღადგინეთ შეცვლილი სიმბოლოები ოკეი რამდენი გადაიხადეს 100-130 ნეიმარია მგონი მოდი დავფიქსირებ რომ ეს სიმბოლოები არის ვალუტის სიმბოლოები მოდი იყოს 120 მილიონი ხლა რთული აქ არჩიო რა დოლარი ევრო და ფუტია თუ მარტო ევრო რა მოდი დავფიქსირებ რომ სამივე არის ევრო აი ევროს სიმბოლოებია შეცვლილი 2 სიმბოლოები ოკეი ეს ჩავაგდე მეორე მინიშნება იყო ხო აი მეც თქვი რომ ორც უნდა დავკვირდე 222 მილიონი მაგრამ თუ არ გახსოვს როგორ უნდა დაწერო ეს კითხვა ანუ ამაზე პასუხი საერთოდ როგორ უნდა დაწერო ან ნეიმარის რო ხვდები გაძლევს და თუ არ გახსოვს ახლა მე არც მახსოვდა მეგონა რომ 100-დან 200-მდე გადაიხადეს რაღაც რა 222 მილიონი თქვენ შეცვლილი სიმბოლოები თან სიმბოლო ამას რო გეუბნები სიმბოლოები მგონია რომ სამი სხვადასხვა სიმბოლოა და არა ერთი რომელიც სამჯერ მეორდება მან ავიღოთ ჩაგვენც გამოიცნო ან კარგი მეხსიერება აქვს სავარაუდოდ იმ ადამიანებს ლოგიკურად როგორ უნდა დაწერო ეს გარდა იმისა რომ 2-ია და რაღაცნაირად დაუშარო 222 მილიონი გადაიხადეს მე ვერ ხვდები ეს კითხვა არ მომეწონა მოგდით მაგრამ აქ ჩემი ის არის სუბიექტური აზრია და ეს დიდად არც არაფერს არ ნიშნავს არ ვიცი კაი ნეიმარს მივხვდი მე რა არც არაფერი ოკეი მე გავაგრძელებ მომღერალი და მუსიკოსი ნინა სიმონე ამავე დროს სამოქალაქო უფლებების აქტივისტიც იყო ერთ გადაცემაში ის მოიხსენიეს X-ი კაბაში და სახელად X-ი მეზობლასოებზე დაწყებული სამი სიტყვით ну ეს სავარაუდოდ მარტინ ლუთერ კინგია MLK ამას გავაჩერებ და დავაფიქსირებ და არ ვიცი ნახავ რა მარტინ ლუთერ კინგი ნინა სიმონე მარტინ ლუთერ კინგი კაბაში ოკეი ხო მარტინ აქ როგორ მე ვიცოდი რომ უბრალოდ ამერიკელი მუსიკოსია და შავკანიანების უფლებებს იცავდა და მაგით ძალიან დამეხმარა ну მუსიკოსი როა მომღერალი და მუსიკოსი ცოტა გაბნევს იმიტომ რომ შეიძლება სხვა დააფიქსირო ვინც ის არის რა ქვია სხვა მუსიკოსი ვინც ეგეთი აქტივისტური მოქმედებებით გამოირჩევა და მაგალითად ბობ დილანი და რაღაც ეგეთი მაიკ ეს ცოტა გაბნევს დანარჩენი ნორმატივი კითხვა ამაზე სხვა კომენტარს არ გავაკეთე ეს კარგი კითხვა მახსად ქნიოთ როგორც თქვი მარტივი და უბრალოდ ხო ნუნა სიმეონე თუ იცი მარტივად იღებ თუ არ იცი მაინც იღებ რა დიდად არ არის ცოტა მომღერალი და მუსიკოსი გაბნევს მეოთხე კითხვა გირჩევთ ჩაიწეროთ თემურ ჩალაბაშვილის ლექსი ვერ დაგაჩოქეს ვერ გაგტეხეს გულში ნათელო პატარა ბიჭო ახლა უკვე გმირო ქართველო დასახელე 1984 წელს ქვემო ალვანში დაბადებული ადამიანი რომელსაც მიეძღვნა ეს ლექსი
ანუ სავარაუდოდ ამასაც გავაჩერებდა დროს აღარ ჩავთვალ გიორგი ანწუხელიძე მგონია რომ უნდა იყოს ამაზე სწორი პასუხი. ქვემო ალვანში პერიოდი ჩდება ვერ დაგაჩოქეს პატარა ბიჭო ახლა უკვე გვირო ქართველი ხო ნუ აქ პირდაპირ ის არის ლოგიკური ნაბიჯი არაფერი არ არის გადასადგმელი წერთ პირდაპირ მოდის ყველანაირი ალუზია მაგრამ თემატიკის გამოც და მოკლედ ვემხრობი ასეთ კითხვებს და კარგი თემატიკაა წინ წამოწეული და საერთოდ ლექსიც დავფასოთ ავტორს რომ იპოვა ეს ლექსი და გავაგრძელოთ ჩვენ შემდეგ კითხვას 2019 წელს გამოსულ ციკლში ბიზნესის გენია ვკითხულობ 15 წლის წინ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი იყო დღეს კი მას ერთი ინტერნეტ იმპერიის დამფუძნებლად მოიხსენიებენ ჩვენ დაასახელეთ ეს ადამიანი თუ კი ჩვენ ის მოკლედ ბოდიშით გავიკითხოთ თავიდან 2019 წელს გამოსულ ციკლში ბიზნესის გენია ვკითხულობ 15 წლის წინ ერთ-ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი იყო დღეს კი მას ერთი ინტერნეტ იმპერიის დამფუძნებლად მოიხსენიებენ დაასახელეთ ეს ადამიანი თუ კი წინადადებაში უკვე ვახსენეთ მოკლედ ვიღაცა ახსენეს წინადადებაში და უნდა დავასახელოთ რომელიც ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან არის დაკავშირებული მას კი დღეს კი მას კი მეგონა რომ რაღაცნაირად მას და კი მას ცუკერბერგი ხო არ არის მას სწავლებელი იყო რაღაცნაირად გონია რომ ანუ ვახსენეთ ნიშნავს რომ რაღაც სიტყვაში ვიღაცის სახელი ფიგურირებს ბიზნესის გენია თვითონ ბიზნესის გენია სწავლებელი იყო მას კი მასწავლებელი იყო აღარც მახსოვს სხვა ვერ ვცდები მაგას რა ინტერნეტ იმპერიის დამფუძნებლად მოიხსენიებენ დაასახელეთ ეს ადამიანი თუ კი წინადადებაში ჩვენ ის უკვე ვახსენეთ თუ კი უკვე მოკი ცოტა მაგნევს დღეს კი მას ასე გენი ვიღაცა ენი ხო არ არის 15 ჩვეულებრივი მასწავლებელი მას კი არ მომწონს მაგრამ ვერ გავცდი ერთ ინტერნეტ ტვიტერი დამფუძნებლად ცუკერბერგი მარკი მეცე და ერთ-ერთი წამიფიქრე ჩასაბარებელ დროს გამოვიყენე არა ესეც ვერ ავიღე მაგრამ მასკს დავფიქსირე მაგრამ არ მგონია ოკეი ჯეკ ოკეი ეს სირცხვილია რომ ვერ ავიღე მასკი და ну მოკლედ შაბლონი მარტივია ვიღაცა უბრალოდ რომ რაღაც ინტერნეტის დააფუძნა ალიბაბა ოკეი ჯეკმა კი ბატონო წყარო არა აქვს ანუ ეს კითხვაც არ მომეწონა ძალიან გრძელია რა და ანუ ის მარტივია ალგორითმი გამოცნობის რომ პირდაპირ გეუბნებიან ვიღაცა იპოვე ვინც დააფუძნა სახელგვარი ან სახელი ვინც ჩდება რა და ამ კითხვასთან კიდევ პრობლემა ის არის რომ 200 როცა არის გვარი ეგ ის არის რა ანუ 3 და 400 და რო იყოს უფრო საინტერესო დასაშიფრია და 200 დაშიფრვა ძალიან მარტივია რა ნებისმიერ იმაში შეგიძლია 200 ჩამატო წინადადებაში და თქვა რომ ვახსენეთ რა მასწავლებელი იყო და აქ რომ მარი მაგის დანახვა არაფერი საინტერესო არ არის რა უბრალოდ კონცენტრაცია გჭირდება მაგისთვის ну ოკეი კი ბატონო ჯეკ მას შესახებ დაწერილი წიგნის ერთ-ერთი თავის სათაურია XY-ების გარეშე რამდენი Y ფიგურირებს ცნობილი ნაწარმოების სათაურში ალიბაბა ყაჩაღების გარეშე მოდი ამასაც გავაჩერებ 40 და აქ ახსენეს რომ ალიბაბა დააფუძნა ოკეი 40 დავაფიქსირებ არ ვიცი მარტივია აქ გამოსაცნობი რა არის თუ ეგ არის ოკეი
ხო არ ვიცი. აქ რა კომენტარი გავაკეთო ალიბაბა ახსენეს წინა კითხვაში და საინტერესო ფაქტი რა არის ალიბაბა აჩაღების გარეშე. მერე სად მიდივართ? კარგი, ვაგრძელებთ შექმას ტრიპლეტს, კი არა და ტრილოგიას ვნახოთ მეშვიდე კითხვა რას მოგვიტანს. ალიბაბას დამაარსებელ ჯეკ მამ ერთხელ თქვა: არც ფინანსური კუთხით მქონდა განათლება, არც იქსი მყავდა და არც მთავრობის რომელიმე მოხელე იყო ჩემი ნაცნობ ახლობელი, მაგრამ წარმატებას მაინც მივაღწიე. იქსით შევცვალე ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვა, რომელიც ფიგურირებს 2000 წელს გამოცემული ნაწარმოების სათაურში. აღადგინეთ ეს ორი სიტყვა. ოკეი, ამას ვერ ხვდები პირდაპირ. არც იქსი მყავდა. არეთ ნაწარმოებში. რაღაც მასწავლებელი ხო არ არის, რაღაც მასწავლებელი. არც ოკეი, მგონი მივხვდი, ჯეკ გავაჩერებ და მდიდარ მამას დავაფიქსირებ. მდიდარი მამა ხარიბი მამა ხო იმის არის, კიოსაკის ნაწარმოებია და მდიდარი მამა არ ყავდა და ყველაფერს ჩემით მივაღწია. ოკეი, საინტერესო. ეს ჯეკ ანუ ეს ციტატების მოკლედ ძალიან ავიკვიატე ეს, მაგრამ ის არის რა მაქსიმალურად უნდა შემოკლეს კითხვები. აი ეს ძალიან კარგი ფაქტია, იმიტომ რომ რეალურად ჯეკმა რომ ეგეთი ციტატა შეახდენებს რაღაც იმას, რომელიც სხვა ასე ვთქვათ ბიზნეს თუ რაღაც ეგეთი self-help წიგნის სათაურია, ეგ ძალიან კარგია, მაგრამ ეგ უნდა გამოიყენო და კარგად უნდა დაამუშავა რა. შეიძლება და შემოკლება და გაცილებით უფრო საინტერესოდ გადმოცემა. დანარჩენი ფაქტი საინტერესოა, ამას ასე ვფიქრობ მე. ეს იყო მეშვიდე კითხვა, მოდი მერვეზე ვნახოთ რა არის. ყურადღება ერთ სიტყვაში გამოტოვებული ასოები. ეს რა არის? ცოტას გავადიდებ მაშინ ხო. ოკეი, კარგი. ჩემ წვალებას არ ვიცი რაღაცა არის, რა მოკლედ ნატურმორტი თუ რაღაცები ხატია. თქვენ დაგირიგდათ ნახატი, რომლის სახელით ითარგმნება როგორც ჯანი. ვიკიპედიის ინგლისურენოვან სტატიაში, რომლის სათაურია ჯანი, ნახსენებია ნიგოზიც. გამოტოვეთ დაწერეთ გამოტოვებული ასოები, რომელიც ადამიანის სახელია. ეს რა უცნაური კითხვაა. ჯანზე რომ რაღაც დავუმატო და ბადრიჯანი რომ დაწერო. ბადრი არის ადამიანის სახელი, ხო? ნიგოზიანი ბადრიჯანი. ანუ ამ კითხვას ვერ ხვდები საერთოდ რა. მგონია რომ ახლა ინტუიტიურად ბადრია პასუხი. ნიგოზიანი ბადრიჯანი და კაცის სახელი ჯანი. მაგრამ საინტერესო რა არის ეს რომელი პირველი განამდვილად მეორე ხო არ არის. მგონია რომ არა გავაჩერებ და ბადრის დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ლოგიკა რა არის და საიდან უნდა დავიწყო ფიქრი არც ვიცი. ოკეი, ბადრი. ყოფილა ინგლისურად ნახატი eggplant, ოკეი. ეს ვერც ვერ შემომჩნია. eggplant ხო, მაგრამ ანუ დასარგებლობას არაფერს შუაში რო გეუბნებიან ჯანი და ვიღაცის სახელია გამოტოვებული ადამიანის, რა უნდა დაწერო? აი, რო დავუშვა ერთი წამი რა, ვიღაც თამაშობთ და გეუბნებიან ჯანი და რაღაც სახელია გამოტოვებული, აი რას ფიქრებ რა, პირველ 5 წამში. ბადრიჯანს ხო არ ვიცი. არ მინდა ეხლა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, მაგრამ არ ვიცი, მოგწონთ ესეთი კითხვები, არ ვიცი, ჩემი აზრით. დამშნელობა აქვს ჩემი აზრით. ყურადღება შეკითხვის ტექსტში გამოტოვებულია ორი სიტყვა. ქართული უმორისტულ გადაცემაში გაიჟღერა ხუმრობა. ყველა წარმატებულ სერიალზე ამბობენ, რომ ბედი აქვს, აღადგენთ გამოტოვებული ორი სიტყვა. ესეც არ ვიცი, ცხელი ძაღლის ბედი აქვს.
ძაღლის ბედი და ცხელი ძაღლის, არ ვიცი. მე დავფიქსირებ ამას. ცხელი ძაღლის ბედი კი ბატონო. ეხლა აქ უბრალოდ მე ამასაც ეს რეალურად საინტერესო ის არის. რაღაც შეშეფთო მაინც შეიძლებოდა, რა, სერიალი მაინც უნდა არ ახსენებინათ, ან რაღაც რო გამოსაცნობი ყოფილიყო რა. აი ბედი აქვს. რის ბედი აქვს და მაგათ გადიხარ ძალზე. ფაქტი საინტერესო ფაქტია რა, უბრალოდ. ხუმრობას ვერ ვიტყვი რომ დიდად საინტერესოა, მაგრამ რაღაც ის არის რა, რაღაცა აქვს, სიტყვი რომ მოკლედ რაღაც საინტერესო შეიძლება დავინახო. მაგრამ ოკეი, ცხელი ძაღლი. ანდრეი, ბოდიშით მეათე კითხვა. ანდრეი პლატონოვის ეგზისტენციალური რომანის ფილოსოფიური ასპექტების განხილვისას საბჭოთა პერსონაჟი ამბობს, რომ ის არ აკეთებს ამას და აკეთებს მხოლოდ იმას. დაასახელეთ ფრანგი, რომლის ფრაზაშიც ფიგურირებს ამის გაკეთებაც და იმის გაკეთებაც. არ ვიცი, ეს არ ვიცი. არ ჭამს ბრიოშებს. ეს ფრაზა როგორ არის, რა თუ ის არ აქვს პური, არ აქვს, თუ მარტო ბრიოშები ჭამენ რა. ის არ აკეთებს. ის არ ჭამს პურს და მხოლოდ ჭამს ბრიოშებს. მაგრამ რა შუაშია? ანუ შეიძლება უბრალოდ თუ ეგ არის ამბობს, რომ მე პური მაინტერესებს ყოველდღიურის და გაცილებით მაღალი მატერიები ჩემთვის არ არის საინტერესო, შეიძლება რა. მაგრამ ეს პირველი წინადადება ცოტა რთულია ეგზისტენციალური რომანის ფილოსოფიური ასპექტის განხილვისას. ოკეი, რო განიხილავს მე. ოკეი, არ ვიცი. მოდი დავფიქსირებ, ვინ თქვა თუ დასახელეთ ფრანგი ხო, აღარ მახსოვს, რომ რაღაც დედოფალი მარია ანტუანეტა იყო. ნუ მოკლედ მაგას დავფიქსირებ. ოკეი. არ აკეთებს ამას. ვარცხება. ოკეი, ეს კარგი იყო, ეს ჩავაგდე ხო. რეალურად ფილოსოფიური ეგზისტენციალური შოში იყო, ანდრეი პლატონოვის ფილოსოფიური არ ამოიცა რაშება არ არსებობს. აი ცოტა რთული გასაგა მე არ ვარსებობ უბრალოდ ვაზრუნებ. ძალიან ცნაური ის არის. ანუ საბჭოთა პერსონაჟი ანუ ეგ ფილოსოფიური და რაღაც ეგეთი წიაღსვლები კი არის დამახასიათებელი საბჭოთა ლიტერატურისთვის და რაღაც, მაგრამ აი ცოტა ცნაური ფრაზა მე არ ვარსებობ უბრალოდ ვაზრუნებ. ამის გაკეთება, აზროვნება ამის გაკეთება ზოგადად, არსებობა ამის გაკეთება. ამის გაკეთება ხო ეგ უნდა ნიშნავდეს რომ რაღაც მოქმედებაა. არსებობა ხო უბრალოდ ეგეთი ის არის. მოცემულობა ზოგადად ვარსებობთ. არ ვიცი. ჩემი შეფასებაა რომ ძალიან კარგი იყო, ცოტა ის დაიწია რა. ანუ შეიძლება და გამოცნობა ფილოსოფიაზე და რაღაც დეკარტი დაწერო, მაგრამ ლოგიკური ნაწილი სად არის რა. კარგი. ვარლამ შალამოვის წიგნის ნარკვევები დანაშაულებრივ სამყაროზე პერსონაჟი აგლაია დემიდოვა არის ყვავის დედოფალი. ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული, რომელი ორი სიტყვა შეცვლილი წინადადებაში. აგლაია ეს არის ყვავის დედოფალი. ყვავის დედოფალი არის აშკარად შეცვლილი. პუშკინის ნაწარმოები არ არის რაღაც ეგეთი პიკოვაია დამა. დერპისკო პუშკინის რამის ნაწარმოები ხო არ არის. არის ან რომელიმე სხვა კარტის ეს ხო არ არის რაღაცნაირი მეფე. აგლაია დემიდოვა. დემიდოვა რა ქალია ხო? არის
ვინ შეიძლება იყოს? დანიშნული გონი წაკითხული მაგ და რაღაც გონი უფრო ქურთულ სამყაროზეა და რაღაც ეს შალომოვის, მაგრამ ეგეთი პერსონაჟი არც მახსოვს და ვინ შეიძლება იყოს? არ ვიცი. მას ნულს დავიწერ, იმიტომ რომ ვერც მივხვდი და თუ შეიძლება და რამენაირად მიხვედრა ვნახო. ქურდი ქალი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე არც ვიცი. ქურდი ქალი არ მითამაშია სამწუხაროდ, ცუდი ბავშვობა მქონდა ალბათ. და არის ყვავის დედოფალი. ღერთვა არა კომენტარის გარეშე ეს ვინც თემატიკა იცით და რაღაც ალბათ იმათ უფრო კონვინცი ფორმეტი კომპეტენცია გაქვთ ის ეს იმათ გეკნებოდათ აზრი მე არ ვიცი აქ ხო ანუ დაშალურ სამყაროზე და იმაზე რა იქ ვიცი ქურდი ქალი არ ვიცი უბრალოდ გაოცებული ოჯაჯერობით ყურადღება შეკითხვა ნომერი 11 ერთ სერიალში ადვოკატ პერსონაჟს უწევს სასამართლოზე ბრალდებული ძალზე აგრესიული საუბრით დაიცვას. ამ ეპიზოდის სახელია ერთი დასრულეთ. ეპიზოდის სახელწოდება ორი სიტყვით. ერთი განრისხებული მამაკაცი, 12 განრისხებული მამაკაცის ნაცვლად. მოდი მაგას დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ჩანს რა შეკითხებია 12 და იმ ფილმზე ალუზია. იმ ძალიან კარგი ფილმზე, მოდი არ ჩავიწერ, შეიძლება სხვა ის იყოს პასუხი, ну ეგ არის. ოკეი. ეს ნორმალური კითხვა 12 აქ რეალურად ნორმალური ფილტრია, ფილტრი რა მინიშნება გამოსაცნობად და ალუზიაც ნორმალურია რა, შეძა მარტივია იდეაში ესეც. მაგრამ ну მარტივი როგორც თქვით ის არ არის რა. ცუდს ანიშნავს ეს კარგი იყო, მაგრამ ვისურვებდი რომ დანარჩენი კითხვებიც მინიმუმ ამ დონის ყოფილი იყოს. ჩემი გადმოსახედიდან კარგი გავგრძელოთ. ცნობილ ფოტოგრაფს მან რეის გადაღებული აქვს მარსელ დიუშანის ფოტო, რომელსაც ტონზურა აქვს გაკეთებული X-ის ფორმით. X-ის ფორმა აქვს ასევე კარლსრუეში მდებარე სინაგოგას. გნებად დახატეთ X-ი, გნებად დაწერეთ ორი სიტყვით. ეს არ ვიცი. ტონზურა არის რაღაცა დახატეთ X. ტონზურა არის რომ ამოჭრილია ხო რაღაც თავზე. მრგვალი უნდა იყოს. კარლსრუეში მდებარე სინაგოგას. მენორა ხო არ არის. ორი სიტყვა ან რაღაც სხვა არ არის. ტონზურა. hello როგორ არის? ტონზურა აქვს გაკეთებული, დახატეთ. კარგი გონი დავიღალე და ვერ ხვდები, მაგრამ არის არ მოიყოს რთული დახატეთ X-ი, დაწერეთ ორი სიტყვით, კითხვის ნიშანი ან რაღაც ეგეთი ხო არ არის რა. მაგრამ მრგვალი უნდა იყოს და თავზე უნდა იყოს რა რაღაცა ეფექტის უჩენს თავზე მრგვლად არ ვიცი არ დავფიქსირო არ ვიცი იყოს კითხვის ნიშანი თავის ვარსკვლავი მან რეილაშუაშია ან დაგასაგებია რომ სინაგოგას როგორ აქვს დავითის ვარსკვლავი რელიგიის სინაგოგას აქვს ნუ შეიძლება გიქონდეს მაგრამ მანრეი მოდერნიზმი უფრო მოდერნიზმში ან ორი რელიგია გაერთიანება და ის მოყოლმა არ ვიცი პირველი ნაწილიდან რთული ესაღები მეორედან შეიძლება ესეც ამ კითხვა ეს კითხვაც არ მომეწონა იმიტომ რომ ძალიან ლოგიკური ის არ ჩანს რომ მეორე ნაწილი შეიძლება მიხვდე მაგრამ პირველს ვერ დააკავშირებ კარგად გვაგრძელებთ ერთი ვერსიით X სახელი დაერქვა რუმინელი არტისტების გამო
რომელიც ხშირად იმეორებდნენ თანხმობის სიტყვებს. სხვა X-ი კი 2025 წლის 18 ივნისის 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაასახელეთ რა სიტყვა შევცვალეთ X-ით, ეს არის დადა, ამას აღარ შევრთავ. ახლა ეს არის უბრალოდ ვიცი და მაგით რუმინულადაც თანხმობა და არის. თუ და არის შეიძლება, მაგრამ ხშირად იმეორებდნენ. და. ამ პირველ ნაწილი არტისტები გასაგებია რუმინელები, ტრისტან ცარა იყო მგონი რუმინელი, ხო მაგის ეს უბრალოდ ვიცი და კომენტარს ვერ ვაკეთებ, რომ ეს რო გარდაიცვალა აი ზუსტად 18 ივნისს და რაღაც ეგ პერიოდი გეხმარება რომ ვიღაც თანამედროვეზე ვფიქრ, მაგრამ რა ნაწილი რამდენად გეხმარება ვერ ხვდები. კარგი, გავაგრძელეთ. დასარიგებელი მასალა. რუსთაველის და ეგნატეს და გურულების ტარიელებს ჩემი კბილა მირჩევნია. რუსთაველის და ეგნატეს და გურულების ტარიელებს ჩემი კბილა მირჩევნია ტარიელი. არ ვიცი, ჩემი კბილა ჭანტურია, ხო არ არის ტარიელი ჭანტურია, ხო არ არის. ჩემი კბილა ჭანტურია, მირჩევნია ტარიელი. კბილა ჭანტურია, მირჩევნია ტარიელი. ჭანტურია, ანუ ჩემი კბილა. სხვა ის ხო არ არის, სხვა ვიღაცამ ხო არ დაუწერა ტარიელი ჭანტურიას, რომ ტარიელი ჭანტურია მირჩევნია ვიღაცების გურულების ტარიელებს. თუ ჭანტურია ერთი შეიძლება დაეწერა ტარიელი ჭანტურიაზე ლექსი. ხლა რომ თავის თავს დაუწერა, ეგ ძალიან აბსურდად მეჩვენებო, მაგრამ სხვავის უნდა დაეწერა, ეგეც არ ვიცი, ვის უნდა მიეწმო ტარიელი ჭანტურიასთვის ლექსი. ჭანტურია ჭდება. კაიყვას ჭანტურია და ტარიელი ჭანტურია, ტარიელი რა გვარია ეს ჭანტურია არ არის. იყოს მანქანა შეიძლება დავახტანგ ჯავახაძე. ახტანგ ჯავახაძე. ცნება. სტილი ლექსისიდან იცლება, ეგ ცოტა რთულია, ანუ სხვა პოეტს, სხვა თანამედროვე პოეტს რო დაეწერა, ანუ ჭანტურიაზე აი მაგას რას უშვებით. მაინც ლექსის სტილი იცნო და მაგით დაწერო. ეგ ცოტა ის არის, რა უცნაურია. არ ვიცი. მოკლედ რა. ახლა ეგ პრობლემა რეალურად, თორემ გასაგებია ახლა რომ ჭანტურიას მიხვდები, მაგრამ ვინ მეუცნო მე როგორ არჩევ, მე ვერ ავარჩევ ახლა. ჭანტურია მე ჯავახაძეში, ანუ მარტივად შეიძლება და რა უბრალოდ არც მიფიქრია გახსენებ, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული როგორ ნარჩია. კარგი, გავგრძელეთ. ყურადღება შეკითხვა შეცვლილება 1930-50-იან წლებში თავიანთი სათამაშო სტილის გამო თბილისის დინამოს მოიხსენიებდნენ როგორც დიდ ბრაზილიელებს. რომელი სიტყვა შევცვალეთ ბრაზილიელებით. თავიანთი 30-50-იან წლებში. რასაც სათამაშო სტილი ჰქონდა, ალბათ შემტევი აგრესიული რაღაც ეგეთი, ხო? და მაგის გამო მოიხსენიებდნენ უბრალოდ ბრაზილიელებია შეცვლილი, ხო? რომელი ეპოქა, რომელი გუნდი თამაშობდა ბრაზილიელები შეცვლილი? ვინ შეიძლება იყოს მაგ პერიოდში?
დიდ ბრაზილიელებს, დიდ უნგრელები ხო არ არის, უნგრეთის ხალხად და ანუ ესენი თუ დიდები არიან, ისინი პატარები უნდა იყვნენ. ვერ ხვდები რომ ეს იყო შეცვლა, ანუ გეუბნებიან რომ უბრალოდ ბრაზილია რომელიმე სხვა არ არის. დაუშვათ ქვეყანა არა ტერიგილიამის სხვა ფილმი. ბრაზილია, მაგრამ არ გონია რომ მოგდენ ის იყოს აქ დაშიფრული, ამას ვერ მივხვდი. ვაპატიეთ ურუგვაელები. ნუ 50 ანუ უცნაურია, იმიტომ რომ როგორ ნარჩიო იტალიაც ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 34-ში და 38-ში, ბრაზილია 50-ში უკვე ფინალში იყო. და 58-ში გახდა ჩემპიონი, კიდე უნგრეთსაც ყავდა კარგი ნაკრები. აი როგორ არჩევ ახლა? ვინც არჩიეთ და თუ ამას უყურებთ, აი ურუგვაი რატო როგორ დაწერეთ? მითხარით რა, რატო დაწერეთ? პალმეირასის 16 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი ლუის გილერმო ლიրա დოს სანტოსი ერთ სტატიაში მოიხსენიეს როგორც ალბანელი ალმასი, რომელიც აღადგენს შეკითხვის ტექსტში შეცვლილი ორი სიტყვა. ამასაც გავაჩერებ და ვიტყვი რომ ბრაზილიელი ბრილიანტი. პალმეირასი გილერმო პალმეირასი არის ბრაზილიის გუნდი და ბრაზილიის ბრილიანტს არაფერი არ იცხოვს, სხვა ორი სიტყვაც რო იყოს, არ დამწყდება გული. ხო, ნუ მარტივი ფორმულირება ალბანელი ალმასი. აქ ვიტყოდი რომ ალბანელი დამბნეველია, არგენტინელი ალმასი აჯობებდა უფრო რა. არგენტინული ალმასი, იმიტომ რომ არგენტინა ბრაზილია უფრო მარტივად იცვლება ალბანელი რა. ოკეი, მაპატიეთ. ორივე ალბანელი ალბანელი და ბრაზილიელი ბრილიანტი, ორივე ერთსა და იმავე ეწება ეგ უკეთესი მართლა მათ არის ალბანეთი. ალდა, კი ბატონო. მაგრამ ძალიან ცალსახად ხდები რომ ალბანელი არ იქნება ლუის გილერმო სანტოსი. და მე ბრაზილიაზე უბრალოდ ძვირფასი ქონა მიება. პარაკ 9 არ მაქვს, 2 მაქვს მარტო. გაიმით რომ დუპლეტი ფილმში მე ვარ სემი, ბავშვი ეკითხება მამას. რატომ არის ყველა მაია გოგო? შეკითხვის ერთ სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ 300. აღადგინეთ ეს სიტყვა ორიგინალში. ჭია მაია ხო არ არის ლედი ბერდი, ლედი რა ხან ქვია. კაი, და მეორეს ჩავინიშნე. ფილმში მე ვარ სემი, ლუსი ეკითხება მამას. თუ ყველა მაია გოგო არ არის, მაშინ რა ქვიათ ბიჭებს? მამა პასუხობს, რომ ბიჭ-მაიებს ქვიათ სკორპიონები. აღარ გეკითხებით რა ასოებია გამოტოვებული წინადადებაში. რას შევცვალ, რა სიტყვა შევცვალეთ სიტყვით სკორპიონები. ოკეი, სავარაუდოდ რახან ლუსი ეკითხება, ესეუბნება რომ ბიტლები ქვია სკორპიონების ნაცვლად. ერთი ჯგუფი მეორეთ ჭიამაიები კი არაო. ბიჭიამაიებს ქვიათო ბიტლებიო, მაგრამ ის თუ პირველში ანუ ჭია და ბიტლები რა, 300 ჭია ბიტლები. ეგ არჩენ პასუხი აღარ ჩავთვალ დროს. აღადგინეთ, ოკეი. ამას ჩავთვლი, 3 ვიხედავთ ის 300 დავწერე. ხო, ანუ ეს მეორე საინტერესო ფაქტია. ამით შეიძლება მარტო კითხვას გაკეთება ჩემი აზრით რა, უფრო მარტო შეფუთვა და ლუსი რა ეკითხება, რა ქვიათ და ეს რომ სკორპიონები კი არ ბიტლები. განჩენი აქ ჭია მარტო ხვდება მაიაზე რომ 300 გამოტოვებული პირდაპირ წეს თიგუნა მოვიდეს. და დუპლეტისთვისაც ნორმალურია ეს ნორმალური კითხვა იყო. ილონ მასკს თავის შვილს X-ა დაარქვა. თუმცა მოგვიანებით ბავშვს სახელი შეუცვალა და ვაი. ანუ რატომ დაარქვა? ახლა სახელს ორიგინალურად წერენ Y, ინგლისური ასო ვაი,
თქვენ კი გამოსახეთ სახელი მეორენაირად. თუ გეტყვით, რომ ამ შეკითხვის შედგენისას ჩვენ ეს სიმბოლო მხოლოდ ერთხელ გამოვიყენებთ. ვერაფერი ვერ გავიგე. X დაარქვა. X დაარქვა. Y, ანუ რატომ? თქვენ ჩვენ სიმბოლო მხოლოდ ერთხელ გამოვიყენებთ. კითხვის შედგენისას ანუ რო აკრიფო რაღაც კლავიატურაზე გამოიყენოს მარტო ერთხელ ეს სიმბოლო მაგას ნიშნავს. თუ რანაირად ადგენს არ ვიცი ამ მოკლდა. მე ამ კითხვებზე არა უბრალოდ ზოგადად ის არის რომ ლოგიკური იმდან გადამიყვანა მან უკვე არ ვიცი ახლა რაც მარტივად მოდის პირდაპირ ხვდებით წერდა და მე აღარც ფიქრობ ღირს თუ არა მის გაგრძელება რა სწორი პასუხი და არ ვიცი და თქვენ კი გამოსახეთ სახელი მე არ ვიცი და დავწერდი უბრალოდ ეს სიმბოლოს რა შეიძლება სადმე აკრიფეს და იქ გამოიყენოს კითხვის ნიშანი ვაი რატომ ოკეი აქ და არ წერია ვაი რატომ ოკეი ვაი ანუ რატომ ოკეი კარგი დავუშვათ რომ კითხვას ესე არ გერიგებიდან გიკითხებენ ანუ რა და არ ჩანს რომ კითხვის ნიშანი გამოყენებული როგორ დავუშვებ რომ სადმე გამოიყენეს კითხვის ნიშანი ხო ანუ აქ X-ა დაარქვეთ მოსახელი შეუცვალა Y ანუ რატომ დაარქვეს აქ ხო ლოგიკურად არ უნდა იყოს უბრალოდ შემოტებული იმისთვის რომ მიხვდე და არ გირიგებენ გიკითხავენ წერენ როგორც Y თქვენ კი გამოსახეთ სახელი მეორენაირად თუ კი გეტყვით რომ ანუ რეალურად ვერ დავუშვებ რომ აქ კითხვის ნიშანი გამოიყენოს ვიფიქრებ რომ სად არის კითხვის ნიშანი მაგრამ Y-ზე კითხვის ნიშანი კი უნდა მოგივიდეს ნორმალურ ადამიანს Who are the marvels to watch at FIBA Eurobasket 2025? კითხვის ნიშანი. მეოცე კითხვა. დასარიგებელი მასალა. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIBA-ს საიტზე ევრობასკეტის დაწყების წინ გამოქვეყნდა სტატია სათაურით, რომელიც თქვენ დაგირიგდათ. დარიგებულ მასალაზე ჩვენ შევცვალეთ ორი სიტყვა ერთი დაადგინეთ ორი სიტყვა ერთი აღადგინეთ სულილება. მარველი არ არის და მარველის ნაცვლად უნდა ჩავსვა რაღაც super heroes ან რაღაც ეგეთი. Fantastic Four 5 რაღაც ხო არ არის. მარველი არ არის. DC. მარველის გმირები მეზარება ფიქრი. მარველის გმირების რაღაც მოკლედ რაღაც გაერთიანება რომელიც სავარაუდოდ ხუთიან ეგეთი წევრისგან შედგება და არის მარველის სუპერგმირებისგან დაკომპლექტებული. ეგ უნდა დავწერო პასუხად, მაგრამ ახლა არაფერი არ მახსენდება. რა დავწერო არ ვიცი. ხუთ წევრიანი გუნდი ყავს ვინმე სუპერგმირების ყველაფერი მომივარდა თავიდან. იყო super heroes. Dark Horse. Okay. ეს კარგი კითხვა იყო ეს მოპატიეთ ეს who are dark okay. ერთი კომიქსი მეორეთი. ეგ უნდა Dark Horse. Okay. ეს კარგი კითხვა იყო და რეალურად ცვლილებაც ნორმალური იყო. და გამართული კარგი კითხვა იყო რა ამას უბრალოდ არ ველოდი რომ ესე მიფიქრე ეს ხმაწოს იყო ვიფიქრე ამ DC ვახსენეთ და უფრო მეტად აღარ გადავსულა რა ეს საინტერესო თემატურ ცოდნასაც მოითხოვს და ლოგიკაც საინტერესოა იმიტომ რომ Dark Horse ქვია როგორც აქ არის და ბევრმაც იცის ალბათ რომ გუნდს რომლისგანაც წარმატებას ნაკლების შანსი აქვს მაგრამ ჩანს რომ შეიძლება მიაღწიოს ამ წარმატებას Okay.
1924 წელს ქუთაისში დაბადებული ადამიანის გამონათქვამებს მოიხსენიებენ როგორც აფორიზმებს. წინადადებაში ჩვენ ორჯერ გამოვტოვეთ 100-ო. არ გეკითხებით ვინ არის ეს ადამიანი და დაწერეთ გამოტოვებული 100-ო. გაიჩავთ დროს და ვიფიქრებ. გამონათქვამებს. ვინ შეიძლება იყოს? არ ვიცი, რეზოსაძე ხო არ არის ესეც ხელი წაღლი დაფთონ. არა, რა არის, რა გამოდის? ფთონიზმები, დაწერეთ გამოტოვებული 100. არა, მგონია რომ ეს რეზოსაძე იყოს. მაგრამ რომ 200 არ გამოდის გონი. ოკეი. მაგრამ მათი გავაჩერებ და თოს დავწერ. ეს ვერ იყოს. მამფორიას. მამფორიზმებაზე ოთარ მამფორია ერთ-ერთია ქუთაისის კოლექტული სამეოდან კომენტარის გარეშე არ ვიცი. მაპატით რაღაცები არ ვიცი და თუ არ ვიცი არნიშნავს რომ არ ვიცი არც არაფერს არნიშნავს რომ უბრალოდ არ ვიცი მამფორიზმები ვინც გამოიცანთ ყოჩახ ანუ უბრალოდ მაინტერესებს რომ გასაგებია ესეთი ცუდად საჭიროა და ეს კითხვებსაც თავისი ადგილი აქვს მაგრამ საინტერესო იყო ამ კითხვაზე თამაში და ვინმე პირველ რიგში თუ ნახავს შემთხვევით დავუშვათ და ესეთი კითხვა მოვიდა აი საინტერესო იყო ამ კითხვაზე თამაში თქვენთვის უბრალოდ ანუ მართლა არ უყურებ ზოგადად იმიდან რა რაღაც პედესტალიდან და რაღაც უბრალოდ მინდა რომ გავიგო ანუ რაც შეიძლება ბევრი მოთამაშის აზრი იმიტომ რომ არ ვიცი როდის ჩავატარებ შეიძლება მე ჩავატარო როდის მე შეიძლება მე ვითამაშო კიდევ როდის მე რაღაც ტურნირი და უბრალოდ მაინტერესებს რას ფიქრობს ადამიანები ამასთან დაკავშირებით და ჩემი მე არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს შემდეგი ტური გაიმართება 7 დეკემბერს გირჩევთ ჩაიწეროთ სულ ცოტა ხნის წინ ტელეფონების წარმოებელმა ერთმა კომპანიამ დაანონსა რომ გამოუშვებდა პროდუქტს სამეფო კარის თამაშები სამეფო კარის დიზაინით სტატია რომელიც აღნიშნულს ეძღვნებოდა დასტავრებული იყო Game of Thrones smartphone XR-ია ქართულია და სახაღადგენ განათლება ქართულიან ინგლისური მოკლედ რამ ფორმულირებას ხედავთ თქვენს გავაჩერებ დროს და აქ არის ზამთარი მოდის 7 დეკემბერს რახან გაიმართება ესე იგი 7 დეკემბერი ზამთარია აქაც მარტივი შაბლონი რომ სამეფო კარის თამაშებს რო გეუბნებიან ზოგადად ხშირად არის გათამაშებული ეს ფრაზა და მით უმეტეს თუ რამე ზამთარზე მიანიშნებს უკვე უნდა დაწეროთ და მე რას გირჩევთ შეხედნოთ ხქულა მოგჭირჯერობით და იქაც ეს ჩავწერ ახლა სამწარი კითხვა იმისთვის რომ 7 დეკემბერს ეს არის აქ შეიძლება და Game of Thrones-ის დამალვა რა და უფრო საინტერესო იქნებოდა ახლა Game of Thrones-ს 7 დეკემბერს გეუბნებიან ზამთარია და მე გამოსაცნობი აღარაფერი რჩება გირჩევთ ჩაიწეროთ ნაწყვეტი დათო მაღარაძის პოემიდან ბოლოს არის ნიშანია როდესაც სკოლას აეროპორტს ბიბლიოთეკას სადგურს და ბაზარს ერთი კაცის სახელი ქვია რა სიტყვები შევცვალეთ სიტყვებით ბოლოს არის ну მინდიეთ შანსს რომ რაღაც ლაშა ბოღაძის ნაწარმოები უნდა იყოს ბოლოს არის
დიქტატურის ხო არ არიან რაღაც ეგეთის. რა ბოლოს ვიღაცის ბოლოს რა ქვია. არ ვიცი. ანუ როდესაც რაღაც ეგეთი ხდება, რაც რეალურად ხდება უკვე ჩვენთან ქვეყანაში, რომ ყველაფერს ერთი კაცის სახელი ქვია. რაღაც დიქტატორი არ ფიგურებს, რაღაც ფიგურა, მოკლედ ლაშაბოაძის ეს არის, არ ვიცი ამაზე ნულს დავწერე, მაგრამ მგონია რომ ეგ ის არის შაბლონია. პატარა ქვეყნის ნიშანია. ხო პატარა ქვეყანა ქვია კი. ეს რა ვიღე. მაგრამ შაბლონი მარტივია. ყურადღება ბოლოს შეკითხვა. X-ით შეცვლილია ორი სიტყვა. გიორგი ხარაიშვილის Dark Fantasy ჟანრის ნაწარმოებში ბრძენილია გზა ხვდებით სიტყვებს. ცოტა ხანში ქვეშევრდომების ნაცვლად თავმოკვეთილი. ცოცხლად დამწვარი ან წამებით მოკლული სხეულების უზარმაზარი գրოვა დაგრჩება. თველი ქვეყანა X როკავს. X-ის შექმნა მალევე 1875 წლებში მოდესტ მუსორგსკიმ შექმნა ნაწარმოები, რომლის სათაურშიც X-ის გარდა სიმღერაც ფიგურირებს დაასახელეთ X-ი, თუ კი გეტყვით, რომ ის ერთ თამაშთან ასოცირდება. ეს დენს მაკაბრია და ჟავრას დროდიშიც ისმის, ხო, აღარ ჩავთო და აღარც არაფერს არ ვიზო. მაგრამ ის რაც ნახევარწიგნი, ანუ ერთი გვერდი პრაქტიკულად ერთი წიგნის ერთი გვერდი ამ კითხვას დაეთმო. კი არა და ერთი წიგნის ერთი გვერდი არ ამის კითხვა. და უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა როკავს, რაღაცა თველი ქვეყანა X სიკვდილის ცეკვას, რაღაცას რაღაცნაირ ცეკვას როკავს. ნუ როკვა ცეკვაზე გადიხარ და მე არის სულ სიკვდილი. შეიძლება სხვა რაღაც არის პასუხი მოგატიეთ. ეხლა უყურეთ რამდენიმე 5-13. შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ არა აქ რაღაცებს დასკვნებს თქვენც გამოიტანთ, როგორ მოთამაშეა შედეგიდან გამომდინარე. მაგრამ ეხლა შედეგებს უბრალოდ შევხედავთ ჩემისთვის და 1 წუთიანი მონოლოგი მექნება. ეხლა მოიცადეთ გადმოვიდა. ოკეი, მშვენიერი 18 მოიგო და 13 რა. ოკეი, სადღაც 25 ნომბრელოკი პირველი ლიგა, ნორმალურია რა. მე ინტერესებდა, რომ ტეშკად ვერ მოვიგებდი არც მიცდია. და რომც მეცადა ვერც მოვიგებდია. ოკეი. ეხლა დიდად განხილვა მაინტერესებდა და მეგონა უფრო საინტერესოდ წავიდა და თამაში, მაგრამ არ წავიდა რა. და ამ პაკეტისგან განყელებული მონოლოგი ეხლა რა. ჩემი აზრით და ზოგადად. მოკლედ რა აი რასაც როდესაც რო დაფიქრდე ზოგადად რა და რა ხდის ამ თამაშს უნიკალურს საქართველოში რა. საქართველოში ამ თამაშს ხმის უნიკალურს ის რო ქართულ ენაზე თამაშობ. უმეტეს ქვეყანებში დანარჩენი რა ვიცი 80-90% თითქმის თამაშობს რუსულად რა. ეგ გარდა იმისა, რომ უნიკალურობას ძენს ქართულ იმას. ეგ არის ჩემი აზრით ცოტა შემზღუდველი ფაქტორი, იმიტომ რომ არ არის ცოტა, ანუ ადამიანის რესურსი გაცილებით ნაკლებია რა წარმოედგინეთ დანარჩენი, ასე ვთქვათ, სამყარო, ვინც რასაც თამაშობს ერთ ენაზე და თამაშობს უდიდესი ადამიანების რაოდენობა და მეორე კუთხით ხარ საქართველო, ხო, რომელიც თამაშობს ქართულ ენაზე რა. და ამ ქართულ ენაზე რასაც ზოგადად რო გააგრძელოს სპორტული ვერსიის ფუნქციონირება და დარწმუნება ძალიან დიდხანს გააგრძელებს კიდევ. გჭირდება ადამიანური რესურსი, ჩემი დაკვირვება არის ასეთი, რომ ვიღაცები ვინც თამაშობენ, ვიღაცები ვინც დაორგანიზებენ და ვიღაცები ვინც კითხვას დაწერენ. და რამენაირად რო გაიზარდოს ასე ვთქვათ ეგ ადამიანური რესურსი, უნდა შეიქმნას ხარისხიანი პროდუქტი, ასე მგონია. ზოგადად ძალიან პრაგმატულად რომ მივუდგეთ რა. და ეს ხარისხიანი პროდუქტი
ყველამ უნდა იყოს ამაში თავისი პასუხისმგებლობა რა. თორე თანდათან თუ ისე მოხდა რომ ეს ადამიანური რესურსი შემცირდა, უფრო შედარებით ეს პროდუქტის ნაკლებად ხარისხიანი შეიქმნება და კონკურენციაც თითქმის აღარ იქნება რა. და ეხლა ეგეც არის სამწუხაროდ. რომ ახალი გუნდები ვინც თამაშობთ, თუნდაც დიდი ხანი რაღაც, ან თუნდაც რამდენიმე 5-10 წელი რა მაგალითად რა, თუ გინდათ პირველ ლიგაში, თუ გინდათ უმაღლეს ლიგაში. დამისახეთ ბოლო 15-10 წლის განმავლობაში დაბალ ლიგიდან წამოსული გუნდი, რომელიც ტოპ 5 ან ტოპ 3 გუნდს საქართველოში კონკურენციას გაუწევს და უწევდა. ეგეთი მე მახსენდება, აი თავისი მთლიანი შემადგენლობით რა დაიწყეს დაბალი ლიგებიდან რაღაც საინტერესოდ განვითარდნენ და ავიდნენ სუპერლიგაში და დაუშვათ ეხლა ჯაგერნაუტს კონკურენციას უწევენ. ეგეთი მახსენდება მეორე გუნდი რა, რომ შემადგენლობა თითქმის არ შეიცვალა, ან არ დაიმატა ძლიერი მოთამაშეები და იმ რესურსის ბაზაზე რაც თვითონ ჰქონდათ მოახდინეს განვითარება. სულ იყო ერთი გუნდი ან ორი გუნდი რა, ეგეთი. ერთი იყო ნოსტრადამუსი, აქედან მოკითხო ყველა მაგ წევრს და მეორე არის ჰომლენდერი, რომელიც ახლა კონკურენციას უწევს რა ამ გუნდებს საქართველოს ჩემპიონატზე განსაკუთრებით. ხო და რატო არ ხდება ის, რომ არ ხდება ასე ვთქვათ, ეგ ის, რომ თითქმის მონოპოლიზაცია არსებობს, კონკურენცია თითქმის არ არის რა. იგებს ერთი ან ორი გუნდი სულ. მე მაგაზე რამდენჯერმე ვფიქრე ხშირად არა, იმიტომ რომ მაგისთვის დრო აღარც მაქვს რა და მე ვფიქრობ იმით, რომ ხარისხიანი პროდუქტი არ იქმნება, კიდევ იმით გამო, რომ რაღაც რესურსებში ვარ შეზღუდული რა. და მინდა რომ უბრალოდ ეს ჩემი აზრი და ჩემი მოწოდება და ის კი არ არის, რომ ყველამ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ რაც შეიძლება გამართული ან რაღაცნაირი ისეთი პროდუქტი შევქმნათ, რომ უფრო მეტად დავაინტერესებთ მოთამაშეებს, რაღაც საინტერესოს მივაწვდით რა. დავუშვათ ადრე და ისე არ უნდა შევხედოთ მეორე ლიგას და პირველ ლიგას, ან უმაღლეს ლიგას, ან რაღაც სხვა ლიგას. რომ ეს არის უბრალოდ ის რაღაცა რა, რაღაცას, ამ პაკეტს საერთოდ არ ვეხები, ეს არის უბრალოდ ვითამაშე. ჩემ სუბიექტურ მოწმობაში, ბოდიში, პიროვნებაზე და იმაზე, რედაქტორის საერთოდ არ არის საუბარი, არც პაკეტზე არა. ჩემ გონებაში ეს პაკეტი არ ჯდება რა. ზოგადად ეხლა განყენებულად ვამბობ ჩემ აზრს. რომ ისე შევხედოთ, რომ რაღაც ის არის რა, რასაც მინდა იმას მივიტანთ, რაღაცა, რასაც ის არის და უბრალოდ ჩემს უნდა შევხედოთ, რომ მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ ის ადამიანები, ვინც თამაშობენ დაბალ ლიგებში რა. ამისთვის უნდა, მესმის რომ რთულია, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესო კითხვების პროდუქტი უნდა შევთავაზოთ, ასე მგონია, ვიდრე თუნდაც დღევანდელი მაგალითად ესე პირდაპირ ვასახელებ, მაგრამ თუნდაც დღევანდელი ის იყო რა, იმიტომ რომ ჩემთვის აქ არაფერი საინტერესო არ ყოფილა თითქმის 1-2 ფაქტის გარდა რა. იყო გრძელი კითხვები, საინტერესო ფაქტები იყო აღებული, მაგრამ ეს ფაქტების დამუშავება და როგორც მიწოდება, რომ რაღაც მოთამაშე მის სიამოვნებას არ მოხდარა რა. რაღაცა უბრალოდ თუ გაგიგია, რაღაცა უბრალოდ თუ იცი რაღაცა, მაგით იღებ და რეალური სიამოვნება, რაც რომელიმე ლოგიკური ნაბიჯი გადადგა გახსნა რაღაც ვიღაც შენ გუნდეს დაეხმარო, ამ კითხვებიდან ნაკლებად მიიღებდი რა. და ჩემი აზრით კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც თქვი, რომ თუ გვინდა რომ რაღაცნაირად კიდევ დიდხანს და კარგი პროდუქტი შეიქმნას ქართულს რასადროდის სივრცეში, საქართველოს არ არის დიდი ქვეყანა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მაგრამ რასადროდის შეიძლება თუ არ განვითარდა ის წავიდეს რა, პოპულარობა შემცირდეს და მე გარმინდა, პირიქით მინდა რომ გაიზარდოს და ხო მოკლედ ხო მიხვდით რის თქმაც მინდა რომ ამასში არის ორი პასუხისმგებლობა, ვინც მოთამაშეები, უფრო რედაქტორების, ვინც აქტიურად არის ჩართული და მოთამაშეებისაც რა. ჩემი აზრით ფიდბექის რაც უფრო მისცემთ რედაქტორებს თვითონ რა ქვია იმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი ცდილობის და რაღაცის დაცვის ფარგლებში, ეს არ მოგვეწონა ესე ჯობია ისე. მე მაგალითად თითქმის არც მახსენდება ეგეთი ის ზოგადად რა უჩვენიათ დაბალ ლიგის მოთამაშეებს, პირველ მეორე უმაღლეს ლიგის მოთამაშეებს, როგორი ტიპის სტილის კითხვებზე უჩვენიათ ესეთი სტილის კითხვებზე, უჩვენიათ უფრო ლაკონურ კითხვებზე, უფრო საინტერესო ფაქტებზე,
უფრო ქართულ თემატიკაზე, უცხოურ თემატიკაზე ეგეთი აზრი საერთოდ არ ვიცი რა და იმიტომ როცა მეც ვქმნიდი და ვქმნი ახლა ნაკლებად უბრალოდ ჩემი პერსპექტივიდან ვქმნიდი და იმ ხალხის აზრი ნაკლებად ვიცოდი, ეგ რაც ძალიან ცუდი იყო. ხო, მოკლედ აღნიშნავ, რომ პაკეტი ალბათ 10-დან არ ვიცი, შეფასებას არ გავაკეთებ, თქვენც ნახეთ რა. არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო, ვიცი რომ ვალერიმაც მოინდომა და რაღაც ჩემ გეუბნებაში არ ჩაჯდა და მგონია რომ რაღაცები უბრალოდ საინტერესო ფაქტებია და რას დროდის კითხვები ჩემი აღთქმით არ არის. და მინიმუმ იმას უნდა ანუ რაღაცები გასაგებია რომ რასადროდის კიდევ ცოტა სუბიექტური სფეროა, მაგრამ რაღაც გრამატიკულად გამართული, რაღაც შედარებით ლაკონური მარტივად აღთქმადი კითხვები, ეგეთი მაგის სტანდარტიზაცია თუ მოხდება, ეგ კარგი იქნება რა, მოკლედ ამას ვფიქრობ. ხო, არ ვიცი, მე ბოდიში მოგიხდით ესეთი რეაქციისთვის, ვისაც ეწყინა. და შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. გონია რომ სუპერლიგამდე აღარაფერს აღარ გავაკეთებ და სუპერლიგას ალბათ ჯგუფურად ვითამაშებ, ეგ უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით და მანამდე კარგ ორ კვირას გისურვებთ. დროებით.